გამარჯობათ. ადამიანი მუდმივად წვალობს, მუდმივად შფოთავს. თავის თავში ატარებს რაღაც არაიდენტიფიცირებულ, ბურუში გახვეულ, მოუხელთებელ, უხილავ პრობლემას. ეს პრობლემა გონებაზე მაღლა დგას, ამიტომ გონებისათვის უხილავია. მთელი გულმოდგინებით ადამიანი ეძებს ხოლმე პრობლემას თავის თავში და ვერ პოულობს. ადამიანს არა აქვს უნარი დაინახოს ეს პრობლემა. მაგრამ პრობლემა არსებობს. როგორც კანქვეშა წყლული, რომელიც გარედან არ ჩანს, მაგრამ ყოველ შეხებაზე ადამიანს აყვირებს. ყოველი ცოდვა ყოფილა დამახინჯებული სათნოება. ნაყროვანება ყოფილა დამახინჯებული უნარი კვებისა. მრუშობა ყოფილა დამახინჯებული უნარი გამრავლებისა. განკითხვა ყოფილა დამახინჯებული განსჯა, ხოლო სიამაყე ყოფილა დამახინჯებული ღირსების გრძნობა. ყოველთვის, როცა ჩვენში სიამაყეს ეხებიან, იმის გამო, რომ სიამაყემ მთლიანად სული მოიცვა, ადამიანს გონია, რომ მის სულს ეხებიან, მის ღირსებას შეურაცხყოფენ. მინდა აგიხსნათ, ადვილია თქმა, ამაყი ხარ. მექანიზმი, რაში გამოიხატება სიამაყე. როგორ მოქმედებს სიამაყე. ადამიანი არის სამება ღმერთის ხატი. წმინდათა სწავლებით, სამება ღმერთი, მამა, ძე და სულიწმიდა ადამიანში გამოისახა, ადამიანში აღიბეჭდა, როგორც სულის სამი ძალა. ეს არის გონება, აზრი, შობილი გონებიდან და უკვდავი სული, რომელიც მხოლოდ გონებიდან გამოდის. როდესაც სიამაყე შევიდა ადამიანში, სული მთლიანად მოიცვა, მთლიანად დაანგრია შინაგანად ადამიანი. მოიცვა გონება, მოიცვა აზრები და შევიდა სულში, გრძნობებში. გონება, აზრი და სული დაუპირისპირა ერთმანეთს. სული და სხეული დაუპირისპირა ერთმანეთს. ადამიანი დაუპირისპირა ადამიანს, იმიტომ რომ თვითონ თავის მხრივ ღმერთის საწინააღმდეგოა. გონება აზრს ებრძვის ხოლმე, აზრი გონებას, ორივე სულს ეწინააღმდეგება, ადამიანი მუდმივად შფოთავს შინაგანად. გონებით ვთვლით ხოლმე, რომ სხვებზე უკეთესები ვართ. აზრი ამას ეთანხმება და გამოთქვავს ხოლმე ამას. აი მე მივხვდი იმას, რასაც ის ვერ მიხვდა. ესე იგი მე იმაზე უკეთესი ვარო. და სული გრძნობს. სული ყოფილა გრძნობათა ერთობლიობა. ადამიანი გრძნობს ტემპერატურას. აი მაგალითად, ცივა, ცხელა, თბილა. გრძნობს სიყვარულს, გულგრილობას, სიძულვილს. გრძნობების დონეზეა ადამიანი მოწამლული. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვავთ რეალობას, შეგრძნებების დონეზე. სიამაყით გამოწვეული შეგრძნებების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ მადლის მიერ მოტანილი სიმდაბლის შეგრძნებით. ეშმაკის ამ თვისებისაგან ადამიანის კურნება, წმინდათა სწავლებით, არავის არ შეუძლია სამება ღმერთის გარდა. უმაღლესი ანგელოზებიც კი უძლურები არიან მის წინაშე და მხოლოდ სამება შეუძლია ადამიანს მოეშოროს ეს სიკვდილი. სიამაყე არის ბირთვი და ეპიცენტრი ყოველი ტკივილისა. თუ თქვენ გტანჯავენ ბოროტი აზრები, შეხედულებები, ფიქრები, გულის სიტყვები, გაიძულებენ გააკეთოთ რაღაც საქმე, რომელზეც შინაგანად გრძნობთ, რომ ეს არასწორია, მაგრამ ვერ ჩერდებით. ესე იგი სიამაყემ რაღაცა ზღვარი გადალახა თქვენს სულში და ეშმაკს უკვე ძალა აქვს თქვენზე და გაიძულებთ, აკეთოთ ის, რაც არ გინდათ, რომ გააკეთოთ. სიამაყის გამო ტირის ბავშვი ბრაზობს, რომ არ ემორჩილებიან. თუ კი სადმე რამე უბედურება ხდება, გინდა სახელმწიფოთა დონეზე, გინდა ადამიანის პირად ცხოვრებაში. ყველგან სიამაყეს მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ თავისი წილი უდევს.
სახარებაში წერია, ამ პარტავანთა შეხმუსრავს ღმერთიო. შემუსრავს სიტყვა ნიშნავს დალეწავს, დაამტვრევს. ძვლები ადამიანის სხეულში, სულიერ სამყაროში შედარებულია სულიერ ძალებს. და დალეწვა ეს ყოფილა ადამიანი ძალიან მაგრად რო დგა ხოლმე. არც ღმერთი არ უნდა, არც მოყვასი, თავისას აწვება. ეს შინაგანი სიმტკიცე თურმე დადგება დრო და გატყდება, განადგურდება და იქნება საცუდავი ადამიანი. ამ პარტავნება შეიძლება მოვიშოროთ ერთი მეთოდით. ბევრი მეთოდებია სიმდაბლესთან მიმყვანი, მაგრამ ძირითადად ეს არის დაუღალავი ღვაწლი, დაუღალავი შრომა, რომ მივემსგავსოთ ჩვენს მეუფეს, იმ წმინდანებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მეუფეს მიემსგავსა. ღმერთს ეს არ გამოეპარება, მოხედავს ჩვენს შრომას და შემდეგ თავისი მადლის მოქმედებით, თავისი ენერგიით ამოიღებს ჩვენი სულებიდან, ჩვენი სულის სიღრმიდან ეშმაკის ამ ენერგიას. ვინც ამას გააკეთებს, შემდეგ შეძლებს გაიმეოროს უფლის ეს სიტყვები. მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ვპოვოთ განსვენება სულთა თქვენთან. ღმერთმა გაგახაროთ.